ჩვენებურს. ოთხმოცდაცხრამეტი და 3 FM. რადიო ჩვენებური. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე. კასპერსკი. გააქტიური მომავალი. მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, უსვენ ჩვენებურს, ეთერს ბეგი უწყება, ოდნავი დაგვიანებით ვიწყებ გადაცემას მომავალი თაობის ბიზნესი. მოგეხსენებათ, ეს გადაცემა ორშაბათს და ხუთშაბათს გადის პირდაპირ ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ბიზნესზე, მის გამოწვევებზე და დღევანდელ ფონზე ზოგადად. ამჯერად საკმაოდ საინტერესო სფეროს შევეხებით, ბევრისთვის საყვარელ სფეროს, რა თქმა უნდა სფეროს, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურობა განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ქართველები გურმანები ვართ, მოდი პირდაპირ ვთქვათ და გვიყვარს, ესე ვთქვათ, საინტერესო გამოწვევები კულინარიისა და ზოგადად სამზარეულო საკითხებში. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ მოგვეწვია თქვენთვის ყოველთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელიც ერთგვარი რეფორმატორია ჩემი დაკვირვებით ამ სფეროში, გურამ ბაღდოშვილი. ბევრი რომ არ გავაგრძელო შესავალში, მოგესალმებით გურამ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოგესალმებით ბეგლარ, მადლობა დიდი რომ მომიწვიეთ, წარმატებას ვსურვებ თქვენ რადიო stations და ასევე ჩვენს მაყურებელს, მინდა მივუწო წვინვალე დღესასწაული გიორგობას გილოცავთ. გილოცავთ ჩვენც, მადლობა რომ დღესასწაულზე შეძელით ჩვენთან მოსვლა და ამ დროის დათმობა. მოდი დავიწყოთ ცოტა ადრეული ასაკიდან და მე ძალიან კარგად მესმის რომ გურამი დღეს უკვე ასოცირდება სერიოზულ სამზარეულოსთან, სერიოზულ კერძებთან, სერიოზულ იდეებთან და ინოვაციებთან სამზარეულო საკითხში და არა მხოლოდ, მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? გურამ ბავშვობიდან, მოდის თინეიჯერობიდან, რამ მოახდინა თქვენში გარდაქმნა? ალბათ ბევრმა დაგისვათ ეს კითხვა და მეც არ ვიქნები გამონაკლისი. პირველი გრძნობა, როდის დაგეუფლათ, რომ თქვენ ეთერს გარეთ მითხარით ჩვენ დიალოგში, რომ ეს არის თქვენი სიცოცხლე. აი, ეს რომ თქვენი სიცოცხლე იყო, როდის იგზავნით პირველად? ადრე, ძალიან ღრმა ბავშვობაში. 6 წლიდან ალბათ უკვე ვიცოდი ზუსტად, რომ ეგ ჩემი არის და ვერანუ ვერ წამართმევდა. და ცდილობები გქონდათ, რა თქმა უნდა, პირველი ბევრი საშინელი ცდილობები და ბევრი მომხვედრია კიდევაც. აღარ მომყვები ბაყაყების ისტორიას. ბაყაყების ისტორიაც იყო. კი ბატონო. მე ვიცი, რომ თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეთ საზღვარგარეთაც და სწორედ ამ სფეროში მუშაობით. თითქმის 25 წელი გურამი ცხოვრობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. აგროვებდა ბევრ საინტერესო იდეას, ალბათ პრაქტიკას გადიოდა უამრავ სხვადასხვა სფეროში, უბრალოდ სხვადასხვა ობიექტზე, ამავე სფეროში. მოკლედ რომ აღწეროთ გურამ, როგორი იყო ეს 25 წელი ჯამში თქვენთვის, რისი მომცემი იყო საზღვარგარეთ ცხოვრება გურამ ბაღდოშვილისთვის, სანამ დაბრუნდებოდით საქართველოში? არ ვიცი, ალბათ ჩემ თავს სპორტვენში შევადრე რა. დაგაღვინათ უფრო? დაღვინება. გრადუსმაც აიწია. რა თქმა უნდა. დიდი დრო გაატარეთ პორტუგალიაში? 20 პორტუგალიაში. გადაბმულად თողოთ, აი როგორც ხან ბელგიაში, ხან იტალიაში, ხან ესპანეთში. ევროპაში. ძალიან ხო, ძველ ევროპაში, იმიტომ რომ მაინც ევროპა ყველასთვის საყვარელი არის. ევროპა მაინც ბებია არის, რომელიც კარგ ენერგიას გადმომცემს მე ყოველ შემთხვევაში, უფრო ევროპის შვილად ავცვლი თავს, ვიდრე აი ამერიკა და რაღაც ავსტრალია ბევრს მოწონს, დუბაი და რაღაც. მე არ თქვენც თვლით რომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ? კი, 100% ევროპელები. პორტუგალია საკმაოდ საინტერესო ქვეყანა კერძების და სამზარეულოს მხრივ. თქვენი გამოცდილება თქვენ სფეროში პორტუგალიაში თუ გქონდათ მიღებული და
ეს იყო ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იქ თუ თქვენი კლასის ამაღლება ევროპული გამოცდილებით? ჩემი პირველი ვიზიტი იყო, რა თქმა უნდა, ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ახალგაზრდობაში უფრო მეტი საავტორო კერძი მქონდა ვიდრე ახლა. იმიტომ რომ დეკადებიდან გამომდინარე გასტრონომია იცვლის როგორც ტანსაცმელი, როგორც მოდა იცვლება ყოველ ზამთარ ზაფხულს და შემოდგომას, ასე იცვლება გასტრონომიაც. ანუ არ არის შაბლონური როგორც. არ არის შაბლონური. აი ახლა დავუშვათ დღევანდელ დღეს შევადაროთ საქართველოს ფეხი მოიკიდა უფრო აღორძინებაზე, ძველი კერძების გაცოცხლებაზე, რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა მოხდა დაზიანება ქართული სუფრის და რამოდენიმე კერძის მისი უფრო დახვეწა ხდება ახლა და რა თქმა უნდა ამ ვინტაჟმა დიდი როლი ითამაშა ქართულ გასტრონომიას და სარესტორნო სივრცეებზეც ასევე. რო შევხედავთ ძალიან ბევრი რესტორანი დღეს პოპულარული არის, იმიტომ რომ ეხება ზუსტად იმ პროდუქტებს, რომლებიც არიან ან მივიწყებული, ან დავიწყებული და მის გაცოცხლებაში იღებენ მონაწილეობას ჩემი კოლეგები. პორტუგალიის შემდეგ გურამ ბაღდაშვილი ბრუნდება საქართველოში, ეს არის თუ არ ვცდები 2016 წელი. და თქვენ სულ მოკლე ხანში ხვდებით უკვე ტელეეთერებში, ხვდებით ძალიან პოპულარული, ხვდებით ჟიურის წევრი, წამყვანი ისეთ ცნობილი პროექტებისა, როგორც არის ჩემი სამზარეულოს ომები და My Kitchen Rules, ყველას კარგად ახსოვს ეს პროექტები და ბევრი ფანი პირდაპირ გაგებით გურამ ბაღდაშვილს გაუჩნდა სწორედ აქედან. რა მოგცათ თქვენ ტელეაქტიურობამ და აი ამ პოპულარობამ, რაც უდავოდ მოიპოვეთ სატელევიზიო შოუდან გამომდინარე, შოუებიდან? იცით რა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში და ამას დიდი მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც დაინახა ჩემში ალბათ. მე ვფიქრობ, რომ აი პირადად ვიღაცამ ხელი დამადო და ამირჩია, არა. უბრალოდ მე ვფიქრობ, მაინც კამერამ დიდი როლი ითამაშა, არასულიერმა ობიექტმა ითამაშა დიდი როლი და ყველა მითხრა, რომ კამერა ძალიან უყვარხარო, ამიტომ შენი საქმეო იყო კამერის წინაშეო და მეც თამამად და ცოტა სნობურად ვთქვი, რომ ვაუ, გაია და მოდი ვცადოთ და ვიმეგობროთ კამერასთან. კი, ვიმეგობრეთ და ჩავძმაკაცდით. კი ბატონო. თქვენ მე მაინც მინდა რომ უფრო წარსულზე ვისაუბროთ პირველ ბლოკში და ამიტომ მინდა ესეთ კითხვა დავსვა. ახლა თქვენ აღნიშნეთ რამდენიმე წუთის წინ რომ ეს არ არის შაბლონური და მუდმივად ცვალებადია. არის ისეთი რამ, რასაც გურამ ბაღდაშვილი არ ეხება და ეს მისთვის არის საერთოდ დაშტამპული და რისი შეცვლაც მისთვის მიუღებელია. სამზარეულოს გულის ხო? სიტყვას დაშტამპულს არ ვიტყოდი იმას, რომ არსებობს განძი და მემკვიდრეობა, რომლის ხლება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კავკასიელებს გვახასიათებს კონსერვატორობა და ჩვენი კერძები იმდენ 1000 წლეულს ითვლიან უკვე, რომ ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ ეს კერძები ჩვენ ან მოვკლათ და ან პირიქით ჩვენ შეგვიძლია ვეთამაშოთ, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ჩვენ პირად სივრცეში და სანამ კერძს არ დასვავ ბოლომდე და ერთ კერძს ჭირდება ყველაზე ცოტა წელიწად ნახევარი, 2 წელი მუშაობა, რომელიც ჩვენ დაუშვათ თუ რომელიმე კერძი გინდა გააცოცხლო, არ შეიძლება რომ აი მე დღეს გავიგე კალტი ან დამბალხაჭო ან ფეტვი და მოდი წიგნიდან ამოვიკითხე და ხვალ მენიუში ჩავდე. არა, პირიქით, რა თქმა უნდა. უნდა გაუფრთხილდეთ იმას, რაც ესეთი ძვირფასი განძი გვერგო ჩვენი წინაპრებიდან. მისი ხლება არ შეიძლება. ეს მიდგომა ძალიან კარგია, როცა თქვენ იმ ტრადიციას უფრთხილდეთ, ტრადიციას დავარქმევდი მე, რაც ტრადიციული კერძების რეცეპტს გულისხმობს. ძალიან საინტერესოა ყოველთვის მინდა ადამიანს დავუსვა კითხვა, რომელმაც საზღვარგარეთ იცხოვრა მისი შეგნებული ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და უცებ ჩამოდის საქართველოში. რატომ? ანუ ევროპაში თქვენ აღნიშნეთ რომ მთელი ევროპა მოიარეთ, მე ვიცი რომ ძალიან წარმატებული იყავით თქვენ სფეროში იქ. რატომ გადაწყვიტეთ ამ პატარა პოპულარული ვიდრე საქართველოს? ხო და რატომ გადაწყვიტეთ ამ პატარა ქვეყანაში დაბრუნება და
რაღაცა ყველაფრის ნოლიდან დაწყება შეიძლება დავარქვათ ამას, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილებით. ნუ მოდი ცოტა უკან დავბრუნდები და ვიტყვი რომ იბერიიდან იბერიკამდე გზა მომიწია რომ ცოტა განვითარდე. მივიღე საკმარისი გამოცდილება ძალიან დიდ სახელებთან ერთად ჩვენს დარგში გასტრონომიაში. საქართველოში დაბრუნების მიზეზი კიდევ და კიდევ იყო ალბათ ნოსტალგია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩემი ცხოვრების 1/4 მაქვს ნაცხოვრი, დანარჩენი არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ ფესვების სისხლი თავისას ითხოვს და ასევე ცოტა ბიზნესის თვალსაზრისით რო ვთქვათ და სტრატეგიის თვალსაზრისით ვთქვათ, საქართველოს იდგა იმ პერიოდში ისეთ გზაზე, რომელიც ჩემთვის იყო კიდე ერთი შანსი, რომ მე გარანტირებულად ვიცოდი, რომ ვიქნებოდი წარმატებული. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება პირველ რიგში, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო ჩემი გამოცდილება და ჩემს მომხმარებელს გემრიელად ვაჭამო. მე რა თქმა უნდა ბიზნესი ყოველთვის რაღაცა უნდა შეინახოს. ეს წამოსვლა იყო ერთხელ და სამუდამოდ, ანუ წამოხვედით საცდელად თუ თლიანად ეს ვთქვათ გადმოხვედით და პირდაპირ დაიწყეთ აქ ცხოვრება და მოღვაწეობა. ანუ მე მაინტერესებს იმედი გამართლდა თუ არა, თქვენი გათვლები გამართლდა თუ არა საქართველოსთან მიმართებაში, როცა ერის შვილი უბრუნდება საკუთარ ქვეყანას, უბრუნდება გამოცდილებით, ხომ არ იყო დაუშვათ იმის ალბათობა, რომ თქვენ განიცდით დამარცხებას და მოგიწოდოთ ისევ ევროპაში დაბრუნება. ნახეთ რა არის დამარცხება, უნდა ვიცოდეთ სწორი დამარცხება. ანუ დამარცხება არ არის სირცხვილი. ჩემზე დიდი მებრძოლეები დამარცხებულან და წაქცეულან და მუხლი და მოუდრეკიათ. არა, ეგ ძალიან თავმაღალი ის არის, რა ქვია, სნობიზმი არის, რომ აი ახლა მე წავიქეცი და ამას არ ვახიარებ და რაღაც. პირიქით, როცა ხარ ცოცხალი ორგანიზმი, მაშინ შენ უნდა წაიქცე, უნდა ადგე, პატარა ბავშვი ხო ესე არის. მე ჩემ ცხოვრებას უპატარა ბავშვი ვარ და მე თამამად ვიტყვი, რომ მე 7-ით წავიქეცი, მე ორივე მუხზე დავეცი და 0-დან დავიწყე ცხოვრება. ამიტომ ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრება ემიგრაციაში ვარ. ჩემთვის წაგება ან დამარცხება არ წარმოადგენს ჩემს განადგურებას. პირიქით, რაც არ ამკლავს მაძრიერებს. და ამიტომ მე არასდროს არ მქონია შიში, რომ აი საქართველოში მე ვერ ვიქნები წარმატებული. მე ვიცი, რომ დაამარტივად შემიძლია ვთქვა, რომ აი ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ მენტალიტეტში, სადაც არ გინდა მოხვდე, ჩვეულებრივად კარაქიან ფურს გავუყიდი პატარა სკამზე დავჯდები, თან წაусმევ და თან შევჭამ და თან გავუყიდი და ჩემ თავს გადავაჩენ. არ არის ჩემთვის ახლა აი რო ვთქვა, რომ აი ობიექტივი მაქვს ცხოვრებაში, რომ მილიონები ვიშოვო და მაგაზე ვიყო დამოკიდებული, ან ჩემი არა პირიქით, როგორც გითხარი, რომ გასტრონომია არ არის ქარხანა, არ არის დაზგა, ან რომელიმე ტექნიკური დანადგარი, რომელიც ჩარხავს რაღაცას. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შენ გაძლევს სიცოცხლეს და შენს უნდა მისცე შენი სიცოცხლე, იმიტომ წაიქცევი ადგები, ხელს დაიწყო გაიჭრით, ზეთის შეგესხმევა, თუ ორთქლით თიც დაგიწვავს, ანუ ეს ყველაფერი იმ დონემდე შენი საკუთარი ხდება, რომ უკვე არ გეშინია, არც ხელის გაჭრის, არც თითის დაწვის და არც არაფერი. ეს ცხოვრება არის. გურამ, საინტერესო მოსაუბრებს დანდებით, რეკლამაზე გავდივართ, რამდენიმე წამიანი ჭრა გვექნება და დავბრუნდებით. გურამ ბაღდოშვილია დღეს ჩემი სტუმარი, ალბათ იცანით მეგობრებო და ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ მომავალში, ანუ რამდენიმე წუთში და ეს მომავალი თაობის ბიზნესია და მომავალი თაობის შეგზარეული ყავს სტუმრად, ასე რომ დაელოდეთ საინტერესო დიალოგს. რეკლამა. ბრიტანული ლეგენდა კრისტალბეტზე ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს 18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 30 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, უდამ ნომერი პირველი.
ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოფიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecowood.g. ავტოსამრეცხაო გმირთა მოედანზე ფორმულა 1, სწრაფი მომსახურება და მყუდრო კაფე. ყოველი მეშვიდე გარეცხვა უფასოდ. სალონის სრული დეზინფექცია, ქიმწმენდა და ასევე თქვენი ავტომობილის ხარისხიანი შეფუთვა სასურველი ფერის სტიკერით. გელით 24 საათის განმავლობაში გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვეშ ავტოსამრეცხაო ფორმულა 1. ფორმულა 1. თქვენი ავტომობილის კომფორტული რეცხვისთვის. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მაშასე მეგობრებო, დავბრუნდით პირდაპირში. კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ მომავალი თაობის ბიზნესს. კომპანია დაარსდა 17 წელს, კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ მისი მისია. კომპანია კასპერსკის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. სწორედ გადაცემის ბოლოს კომპანია კასპერსკისგან გავათამაშებთ ძალიან საინტერესო პრიზს. მანამდე კი დავუბრუნდებით ჩვენს საპატიო სტუმარს გურამ ბაღდაშვილს, რომელიც გვესაუბრება ამჯერად რესტორანზე, კვებაზე, ჯანსაღყვებაზე და საკმაოდ საინტერესო იდეებზე, რომელიც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს, როცა კერძთან აქვს შეხება. გურამი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ჩამოსვლის ასე ვთქვათ, შემდგომ 2016 წლიდან და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სატელევიზიო შოუს მეშვეობით ძალიან ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია, ძალიან ბევრი ახალი იდეა შემოიტანა, ბევრი მზარეული თვის იყო რაღაც ახალი ძალის და ენერგიის წყარო. მე მინდა ახლა ვთხოვო გურამს შევაფასოთ ის პერიოდი, რაც პანდემიამდე როგორ განვითარდა მოვლენები თქვენი ჩამოსვლის შემდეგ. ეს იყო ესე იგი შოუ, ტელეშოუ, როგორც ვთქვით, შოუები არაერთი და შემდეგ გურამმა გადაწყვიტა, რომ დაეარსებინა ერთგვარი ჯგუფი სარესტორნო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ძალიან მოთხოვნად და წარმატებულია. ჯგუფს ქვია ჩვენი, რომელიც 2019 წელს გამოჩნდა ბაზარზე. არც ისე დიდი ხნის არის, ისტორია დიდი არა აქვს კომპანიას, თუმცა საკმაოდ გამოცდილად მიუდგა საკითხს. მე მინდა კითხო ასეთი რამ განაპირობა უშუალოდ სარესტორნო მენეჯმენტში შესვლა ამ შემთხვევაში? ეს იყო ამბიცია, ეს იყო გამოცდილება, ეს იყო გამდიდრების სურვილი შეიძლება ნაწილობრივ და რატომ მაინც 2019 წელს და არა ჩამოსვლისთანავე? ტელეფონი რომ მოვაშოროთ მიკროფონს თუ შეიძლება, თორემ ხო, კი ბატონო. აგიხსნით, გეტყვით როგორი სინამდვილეში ჯგუფი თავისას ამბობს უკვე, აქ არ არის მარტო გურამ ბაღდაშვილი, აქ არის კიდე რამოდენიმე პერსონა, რომელიც გაერთიანების დროს, ანუ სამეგობრო წრის შეკვრის დროს დაარსდა ჩვენი. ზუსტად სახელიც თავისას გვეუბნება, არის საერთო, ჩვენი და ის რაც ჩვენია, ის თქვენია. და არა ჩემი. და არა ჩემი, ხო. შეიძლება შემდეგი პროექტი იყოს რაღაც ჩემი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი უფრო ყველას ეკუთვნის ჩვენი. ძალიან სერიოზული სიტყვა არის და ერთ-ერთი მეგობარი არის ავტორი ჩვენის რა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიჯექით, ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა ალბათ ჯერ ერთი რესტორანი.
ალბათ კი არა ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე გავითარდა ისე პოზიტიურად და ისეთი წარმატებით წავიდა, რომ დაიბადა უკვე იდეა, რომ გავსულიყავით გუდაურში, ბაკურიაში, თბილისში, სხვადასხვა ადგილებში და ასე შემდეგ კი. დღეს სამწუხაროდ პანდემია ბევრს გვიშლის, მაგრამ ჩვენ მაინც ვბრძოლობთ და ცოტა რაღაც ჯუნგლების ეპოქაში გადავედით. ამ რესტორნებს ქვია ჩვენი, ხო? აი სიტყვა ჩვენი ქვია, სახელწოდებაც ასეთია. მოდი, არ იქნება ალბათ ურიგო, თქვათ სად მდებარეობს რესტორნები? მე როგორც ვიცი არის ესე იგი სიტყვა ჩვენი და შემდეგ ლოკაცია, ხო? კი. ხო. ჩვენი ლისზე, როგორც ჩვენი ლისზე, ჩვენი ბაკურიაში, ჩვენი გუდაური. ჩვენი ლისი, ჩვენი გუდაური, ჩვენი ბაკურიანი. და ჩვენი დედა არის საერთოდ პლეხანოზე, ლუბანში, ძველ ამას სახში, სადაც არის ესეთი სამი კონცეპტის, ალბათ სამი მიმდინარეობა ესთეტიკურად რო ვთქვა, urban art deco. სხვადასხვა ერთ რესტორანში არის ეს სამი შერწყვა, რამაც განაპირობა, რომ ერთ-ერთი წარმატება ჩვენი რესტორნის არის გარემო. ჯერ რისთვისაც მივდივართ, რა თქმა უნდა, საკვები, მე უნდა დახვდეს გარემო, სერვისი და რა თქმა უნდა, გემრიელი კერძები გასვა. პირდაპირ უნდა ვაღიარო, მე ვერ მოვასწარი 2019-დან დღემდე, მე ჩაიკეტა ყველაფერი და მოსვლა თქვენამდე, მაგრამ მოდი უბრალო მსმენელს, რომელსაც უყვარს რესტორნებში სიარული, თუ შეიძლება სიტყვიერად რომ მოკლედ აღუწეროთ რა არის რესტორნების მთავარი კონცეფცია. თუ ჯერ პირველი კითხვა ასეთია, განსხვავდება თუ არა ეს რესტორნები ვიზუალურად ერთმანეთისგან თუ ძირითადი ღერძი ერთია? ღერძი ერთი არის urban art deco. დიახ. ეს შეიძლება იყოს რომელიმე შენობაში, როგორც თქვა, სიტყვა корпуს ვიხმარ, ძალიან არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ ეგრე არის. შეიძლება იყოს საკუთარ სახლში, შეიძლება იყოს ცალკე ინდივიდუალურ პარკში, მაგრამ ყოველთვის არის ერთ კონცეფტში, ეს არის ჩვენი და ჩვენის კოზერი და ტუზი, ასე ვთქვათ, არის მრავალფეროვნება. ჩვენ ვამზადებთ ქართულ ტრადიციულს, ქართულ თანამედროვეს და იაპონურ სამზარეულოს. და რა თქმა უნდა, ამ მასობაში სამივე ამ პუნქტში არსებობს საავტორო კერძებიც. ინსპირაცია მოგზაურობაზე, ინსპირაცია რომელიმე კერძზე, რომელიღაცა პროდუქტების გაცოცხლებაზე, ოღონდ ეს ყველაფერი არის ძალიან სიმარტივეში. ანუ მე ვთვლი და ჩემი პარტნიორები თვლიან, რომ სიმარტივე არის ყველაზე დიდარი სილამაზე. შვენიერია, მაგრამ მე მაინც ქართულ კაცს ქართული მაინტერესებს და მინდა დავაზუსტო. თქვენთან ჩვეულებრივ, როგორც შეჩვეული ვარ ჩვენ ახლა ქართველები, ტრადიციულ კერძებს ტრადიციული ფორმით მივირთმევთ, თუ ეს არის რაღაცა სხვანაირი, სხვა გაფორმება, სხვა შემადგენლობა, აი რას ველოდოთ ქართულ ნაწილში და მე იაპონურზე გადავიდეთ. ქართულ ნაწილში 100%-იან ქართულს ელოდებით და 100% ქართული სიურპრიზები არ დაგხვდება იქ. სიურპრიზები არ დაგხვდება. ბუს თვალი იმის სოუსში და ესეთი დორა ვასლის სოუსში. არა, კაბაბი თუ მოდის ქართული. ხო, კაბაბი არა გვაქვს, ითხოვენ, მაგრამ მე ცოტა დაკეპილ ხორცთან არ მეგობრობ, იმიტომ რომ აქვს თავისი ნეგატივები. კი ბატონო. იმიტომ ვცდილობ რომ დაკეპილი ერთადერთი ხინკალი ვქონდეს, კი, handmade, ანუ ხელით მომზადებული. მოდი, საკმაოდ მაინც გექნებათ ერთგვარი სტატისტიკა შედგენილი უკვე თქვენი სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ჩვენ აღვნიშნეთ რომ არის ქართული, არის იაპონური და არის ევროპა, ხო? ევროპა, არა, სიტყვა ევროპა საერთოდ არ მიყვარს მე. არის აი ამას რას უწოდებთ, აი შუალედი რაც არის? ეს არის ტენდენციიდან გამომდინარე საავტორო კერძი, რომელიც არის აგებული ფესვების ინსპირაციაზე. და შეიძლება იყოს მხოლოდ თქვენთან და ექსკლუზიური. შეიძლება, მაგრამ სხვათა შორის ხდება უკვე სხვადასხვა რესტორნებში დაახლოებით იგივე სეგმენტები, რაც მოხარული ვარ, ასევე ხომ არ ხდება კოპირება რაღაცა საავტორო უფლებების დარღვევა? არა, პირიქით, ჩემთვის ეს ასიამოვნო ფაქტორია, როცა მე რაღაცა გამიკეთებია და მე რაღაც ყველგან ვხედავ. საინტერესო არის ჩემთვის და ეგ არის განვითარება 2015 საუკუნიდან, როგორც კი დაიწყო ემიგრაცია, მაშინ დაიწყო ევოლუცია, თორე ემიგრაციამდე ევოლუცია არ არსებობდა. ანუ უნდა იმოძრაოს იმისათვის, რომ განვითარდეს. კი ბატონო,
იაპონური რატომ მაინც და მაინც იაპონური არა ტაილანდური დაუშვათ ან სხვა ანუ მზარეულიდან გამომდინარე მიდის ესეც თუ უბრალოდ თქვენ გიყვართ იაპონია და მის სამზარეულო? მოდით მაყურებელს მსმენელს ორივე ამ შემთხვევაში ორივეს კი ბატონო. იაპონია ნახეთ რა არის იაპონია საერთოდ არაფერ შუაში არ არის იაპონური სამზარეულოს პოპულარიზაციაში. სინამდვილეში არის სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა. და ჰიროშიმას და ნაგასაკის ატომური ბომბების ჩამოყრის შემდეგ 2,5 მილიონი იაპონელი წავიდა ემიგრაციაში სან-პაულოში, ბრაზილიაში. დიახ. ძალიან საინტერესო ფაქტს ყვება ახლა გურამ. მე კი და ზუსტად აი იქ დაიბადა იაპონური სამზარეულოს პოპულარიზაცია და საარსებო წყაროს შემოსავალი იყო სუშის გაკეთება. ამიტომ ჯერ წავიდა სადა ვარ ჩვენ ბრაზილიაში, სერფი სუბუქი კვება, იმიტომ რომ პლანჩაზე რო დადგე და იცურავო მაღალ ტალღებში, უნდა იყო სუბუქად, მაგრამ აუცილებლად ენერგიით, ხო? ამიტომ დაიწყო ეს ყველაფერი ბრაზილიაში, სან-პაულოში, მე სან-პაულოდან ზღვის პორტულ ქალაქებში, კურორტულ ქალაქებში, მე ყველა რა თქმა უნდა ემიგრაცია ჩრდილოეთ ამერიკაში და იქ ჩრდილოეთ ამერიკიდან უკვე არის ეპიცენტრი ევოლუციის და გასტრონომიის განვითარების, ასე ვთქვათ, თუ გინდა გახდე პოპულარული ერთადერთი ქვეყანა და ერთადერთი ქალაქი ეს არის ნიუ-იორკი და ამერიკული შეერთებული შტატები თუ გინდა რომ გახდეს შენი ქვეყანა პოპულარული გასტრონომიულად და არა მარტო. დაუბრუნდებით ჩემს კითხვას, რატომ უпроსოდ როგორია მიდრეკილება ქართველი თქვენი სტუმრების, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად განსხვავებულად უდგებით სამზარეულოს და არა ისე როგორც საუბრობთ არის ჩვეულებრივი მოდი სახინკლე ვთქვათ უხეშად, თუმცა ასეც არის საბანკეტო რესტორნები, სადაც მოდის სტანდარტულად ჩვენ ხდებით ამ ბანკეტზე, ქორწილია ეს თუ სხვა ივენთი რეალურად მოდის ყველგან ხდება ერთი და იგივე. და ეს არის სტანდარტული კერძები, თუ რაღაც დაუშვათ შემზარეულმა არ გადაწყვიტა რაღაც განსაკუთრებული ერთი ან ორი კერძის შეშვება. აი თქვენ შემთხვევაში თქვენ აღნიშნეთ რომ არის ქართული ისეთი როგორცაც უნდა ველოდოთ, არის იაპონური და არის კიდევ ინსპირაციული ნაწილი. რა უფრო მოთხოვნადია თქვენი დაკვირვებით გურამ თქვენს აი ამ რესტორნებში ჯგუფი ჩვენი? ქვეცნობიერად ბევრი გადაწყვეტილება 90% მეტი თუ არა გამოდის პოპულარული. ანუ მენიუს უმეტესობა პოპულარულია? კი ბატონო. ნახე როგორი სიტუაცია არის. ანუ დავიჯერო ხინკალის დონეზე არის სუშიც თქვენს რესტორანში მოთხოვნადი დაუშვათ შედარების. ძალიან. კი. ყველა ნახეთ ჩვენთან არის ძალიან მაგარი მაყალი. ანუ შეგიძლია ფანტასტიკური მწვადი მიირთვა, რომელიც ყველგან? კი, ყველგან აბსოლუტურად ერთ რეცეპტზე მუშაობთ. ასევე იაპონური სამზარეულო, იაპონელი შეფები მყავს, რომლებიც უშუალოდ ბრაზილიელები არიან. ძალიან საინტერესო. ბრაზილიელი იაპონელები. კი ბატონო. აქედან გამომდინარე უკვე ჩემი ახალი თანამშრომლები, ვიც აყვავთ საყვანილი, მათი მოსწავლეები არიან და მათთან გამოცდილები არიან. რატომ სუში შემოვიტანე? იმიტომ რომ მინდოდა განსხვავებული სუში ყოფილიყო თბილისში და ჩვენ ეს შევძელით. და ერთ-ერთი საამაყო საქმე არის ჩემთვის, როცა ჩემთან მოდიან ადამიანები და აქებენ იმ პროდუქტს, რომელიც თვითონ უკვე ბანალური არის და ცნობადი არის, მაგრამ იძახიან რომ ეს მაინც განსხვავებული არის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ ნებისმიერ კერძში როგორც დირიჟორი არის ორკესტრში მნიშვნელოვანი, ესე არის შეფი. ჩვენ სწორად ამ თემაზე მინდოდა კითხვის დასმა და ახლა მოიტანა საუბარმა. მოდი ესე დავსვამ ამ კითხვას. რესტორნები 4 რესტორანია. საკმაოდ დიდი ქსელია უკვე 4 არ არის ცოტა ნამდვილად ქართულ რეალობაში მით უმეტეს და აი ამ ჯგუფში თქვენი გულწრფელი პასუხით როგორ ფიქრობთ, პირველი ვიზიტი თქვენი პირადი იმიჯის გამო ხდება ადამიანების თუ უბრალოდ ახლის ძიების გამო? აი რომელი უფრო გონია თქვენ? არა, ძალიან თავის დაბრალება არის. ნახე. ანუ არის თუ არა რესტორანი მობმული პიროვნებასთან და არის თუ არა ეს თქვენი კი, რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ პირველ რიგში როცა ხარ რაღაც დარგში უკვე
რაღაცა დოზით პოპულარული გაძლევს იმის საშუალება რომ სტუმარმა აგირჩიოს შენ მე რა თქმა უნდა 90% რჩება ჩვენი ლოიალური სტუმარი ხდება და შემდგომში კი ბატონო ანუ უკვე კერძების ხარჯზე ხდება და მომსახურების აი რაც ეხება რეკლამას და მარკეტინგს ჩვენ ვცდილობთ რომ ნაკლებად ვიყოთ მარკეტინგულად განწყობილი ადამიანები, იმიტომ რომ ვთვლით რომ ხარისხიან და განსხვავებულ პროდუქტს ნაკლები მარკეტინგი ჭირდება, იმიტომ რომ აი tell just for your best friend ის სლოგანი თავართ, ანუ მხოლოდ შენ საუკეთესო მეგობარს და აი ესე სიტყვიდან სიტყვით ჩვენი სტუმარი მოდის და რჩება ყოფილი მაგით, იმიტომ რომ იქ ხდება განწყობა, იქ ხდება გარემო, იქ ხდება ის ორკესტრი, აი ნახეთ იქ იფუთება ისეთი განწყობა, რომელიც რა თქმა უნდა ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ბევრი პოზიტივი მიაქვს ჩვენგან. აი ამ წუთებში თქვენ არ ხართ რესტორანში. როგორ იმართება რესტორანი და არის თუ არა შესაძლებელი მოდი ქართულ ბიზნესზე და რეალობაზე ვისაუბროთ, ვაღიაროთ ის რომ ქართველები ხშირად ვამბობთ ამასაც. მე პირადად ამას ხშირად ვამბობ, თუ არა ხარ პირადად განსაკუთრებით სარესტორანო გამოცდილება მაქვს, რესტორანში თუ არ ხარ 24 საათიან რეჟიმში, ძალიან რთულია რესტორნის ხარისხის კონტროლი, უშუალოდ კერძების კონტროლი, მომსახურების ნაწილში. არ ვიცი, საერთოდ აბსოლუტურად ქაოსი შეიძლება შეგვექმნას ამ ობიექტზე. აი თქვენ შემთხვევაში როგორია მენეჯერული მიდგომა და როცა თქვენი ხარ ხართ როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის მართვას? მით უმეტეს როცა ქსელზე გვაქვს საუბარი. ნუ საერთოდ მიმაჩნია რომ წარმატებული ბიზნესი ითვლება მაშინ როცა ბიზნესი არ არის დამოკიდებული და აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის სლოგანი ნომერი 1 და ამაზე ვცდილობთ ჩვენმა ჯგუფმა ყოველთვის ვიმუშაოთ. მე არა ვარ ადამიანი რომელიც არის მარტივად ამოსაცნობი. მე არა მაქვს რუტინა მეჯავრება. ამიტომ არასდროს არავინ არ იცის როდის შეიძლება გამოვჩდეს სად ან რომელ კუთხეში. ასევე ჩვენი გუნდი შეკრეფილი არის ადამიანებისგან პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით, რომელსაც ქვია ადამიანი. და თუ ხვდებით რომ იმ ადამიანებს არ ამოძრავებთ ოჯახური სიყვარული, ისინი ჩვენი ნავის ან გემის გუნდში ვერ შემოდიან, ან თუ შემოვლენ ძალიან მალე ვარდებიან გარეთ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომ შევარჩიოთ სწორი ადამიანები და ვიყოთ ოჯახის წევრები, ვიყოთ ცოცხალი ორგანიზმი. და რა თქმა უნდა, იმედი გქონდეს. რა თქმა უნდა, ყოველი ჩემი ვიზიტი შეიძლება გავიდე 5 ჯერ დღეში, შეიძლება მთელი დღე იქ ვიჯდე. გააჩნია მდგომარეობას, გააჩნია რამხელა ტალღა არის შემოსავლიანობა სტუმრების. ჩემ თავისუფალ დროს, იმიტომ რომ რამოდენიმე ობიექტი მაქვს, იმიტომ რომ ფერმაშიც პანდემიის დროს ფერმერობა დავიწყე და რაღაცეები. ცალკეს მიმართულებაა. კი, farm to fork, ასე ვიტყვი, ძალიან ბანალური არის უკვე farm to table, პირდაპირ fork-ზე ვჭდები, ფერმიდან ჩანგალზე, ასე ვთქვათ და თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები გრჩება. ეგ არის ზუსტად რომ სტუმარი ყოველთვის ცდილობს მოვიდეს რესტორანში და გნახოს შენ. მაგრამ ისეთ ადამიანებთან, ისეთი education-ი გვაქვს მიცემული ჩვენ სერვისთან, რომ ჩვენი მიმტანები აქვთ რაღაც დოზამდე თავისუფლება, რომ რაღაცას დაპატიჟოს სტუმარი. როცა სტუმარი რაღაცაში უკმაყოფილო არის, აუცილებლად უნდა მიხედოს. ანუ იცით რა არის ეს ერთი მეორეს ისი აბალანსებს რა, აი ხელი ხელს რუბანს და ორივე სახეს. აი ესეთი სტრუქტურა გვაქვს აგებული და ეს წარმატება ჩემი რეზუმე იქნება რომ სარესტორნო ჯგუფს რესტორნების ჯგუფს ჩვენი აქვს ექსკლუზიური მართვის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ოჯახურ ურთიერთობებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და რომელიც ამართლებს როგორც ჩანს თქვენი ასე ვთქვათ მოყოლიდან
ბიზნესი მუშაობს და საკმაოდ წარმატებულად. ჩხუბიც გვიწევს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგის გარეშე როგორ არის? პროფესიისთვისაც კი. გურამ, რამდენად ბევრს აქვს ეს კითხვა ახლა გაუჩნდა, იმიტომ რომ თქვენს რესტორნებზე ვსაუბრობთ, რამდენად ხართ ჩართული უშუალოდ კერძების მომზადების პროცესში, თქვენ აი თვითონ მენეჯერული საკითხები რომ ამოვწუროთ, თუ შეიძლება ამოწურვა დავარქვათ ამას. გურამ ბაღდოშვილი ამზადებს რამეს დღეს საკუთარ რესტორანში, თუ უბრალოდ მენეჯერად არის ქცეული? არა. გურამ ბაღდოშვილი ამზადებს აუცილებლად, გურამ ბაღდოშვილი აკონტროლებს. გურამ ბაღდოშვილი აკეთებს menus refreshings, შორიდან ზედამხედველობს კერძის ევოლუციას და გურამ ბაღდოშვილი აძლევს შანსს იმ ზარეულებს, რომლებიც მუშაობენ ჩემთან, რომ აი ნახეთ არსებობს ესენცია. ხო არ სვეტი სამზარეულოს, მაგრამ მე თუ 100%-ით გადავიბირე მზარეული ჩემს ხარეს, ის არასდროს არ იქნება აი როგორც მომღერალი ავიღოთ, ხო? დაწერა დაუშვათ იმღერა ნანი ბრეგვაძემ რაღაცა სიმღერა. მერე მოვიდა ვიღაც ლეილა აბაშიძემ და იგივენაირად იმღერა. თავისი ესენცია ყველა მზარეულმა უნდა ისწავლოს და უნდა დადოს. ინდივიდუალიზმი უნდა ჰქონდეს. აი, მადლობა, სიტყვას ვეძებდი. ინდივიდუალიზმს არ ვართმევ მე ამ ბავშვებს, ხვდებით? ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგათი განვითარებისთვისაც. როცა იწყება მუშაობა, ყველა მუშაობთ. მაგიდასაც ვალაგებთ, სამზარეულოშიც მუშაობთ და ჭურჭელსაც ვეწყავთ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ინსპირაცია თუ ხარ იმის სურვილზე რომ მოდი, აბა ეხლა გავაკეთე კერძი, შევიტანე მენიუში, ნაწილმა მზარეულობმა ისწავლეს, მიხვდნენ, სად მიყავს, ნახე. თავარია რომ მე შენ მოგახვედრო ჩემ აზროვნების აი იმ ვაშლში, აი იმ ათიანში. იქ თუ დავინახე რომ შენ იქ მოხვდი, მე უკვე გაძლევა აღვირს შენ და შენ თვითონ უნდა წაიყვანო გემი. როგორც მზარეულ. მაგრამ გამოდის რომ ყველა შემთხვევაში, 4-ვე შემთხვევაში რესტორნებს გულისხმობ, წამყვანი ელმავალი ხართ თქვენ პირველ რიგში და შემდეგ უკვე თქვენი მზარეულები გადამზადების შემდეგ დგებიან სათანადო დონეზე ისეთზე როგორიც საწყობს თქვენს რესტორანს. შეიძლება საკმაოდ გამოცილი იყოს მზარეული, მაგრამ თქვენი რესტორნისთვის მას არ ქონდეს ხელი გაწაფული და არ იყოს ადაპტირებული ამ რესტორანთან. ძირითადად პირველ რიგში ინტელექტს ვეძებ მზარეულში და მე მის ხელს, იმიტომ რომ ხელს ჩვენ უშველეთ და ინტელექტს ვერა. გურამ, კითხვა რომელიც ასევე ჩვეულებრივ, ესე ვთქვათ, უბრალო ადამიანებს გვაინტერესებს, რომლებიც ვართ თქვენი სტუმრები. ეს არის საფასო პოლიტიკა. ანუ აი მეც რამდენჯერაც ქონია რესტორანთან შეხება, ძირითადი კითხვა არის თქვენი მენიუ, როგორი არის, რა ფასებია შიგნით. აი ეს პიარი, ეს სასარგებლო ცნობადობა, მოდი ასე ვიტყოდი, რომელსაც თქვენთვის მოაქვს დაუშვათ რესტორნისთვის სარგებელი და საზოგადოებისთვის მოაქვს ბევრი შემეცნებითი თემა სამზარეულოსთან და ანუ ურთიერთსარგებლიანია ეს ურთიერთობა საზოგადოებასა და თქვენ შორის. რამდენად ძვირი უჯდება სტუმარს თქვენთან მოსვლა. მე არ მინდა კონკრეტულ ფასებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს მაგრამ საფასო სეგმენტი, როცა ბრაზილიური იაპონურზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მიდგომაზე კერძებთან, ხომ არ აძვირებს ეს ყველაფერი მომსახურებას და ხომ არ აშინებს იგივე ჩვეულებრივი საშუალო შემოსავლის მქონე სტუმარს თქვენთან მოსვლის თვალსაზრისით და ხომ არ აფრთხობს ეს თქვენი მიდგომები ადამიანებს. თუ გიფიქრიათ ამაზე და როგორი ფასი გაქვთ დღეს თქვენ ბაზარზე? ნუ ჩვენ ვითვლებით საშუალოზე ცოტა მაღალი ციფრის რესტორანი. რაც ეხება ვის შეუძლია მოვიდეს ჩვენთან რესტორანში, ჩვენი რესტორანი არის და ჩვენი კერძები და ნაირსახეობა იმდენად დიდი არის და იმდენად განსხვავებული ფასები აქვს, რომ სეგმენტაცია მიდის. სეგმენტაცია ნახე, ჩვენ ვცრით არა ფინანსურად ადამიანებს, არამედ ინტელექტუალურად ვცლით. ნახე, ჩვენთან სტუმარი არ შეიძლება მოვიდეს, აი ჟარგონი რო ვიხმარო.
ცუდად არ მინდა რომ გამომივიდეს, იმიტომ რომ ყურსჭერის აი ახაბნი ტიპები არ გვევასება რა და ამიტომ აქედან გამომდინარე როგორც კი შემოდიან უკვე აი ხვდებიან რომ იქ არ არიან და აი არც ჯდებიან გურმანებს ეძებთ? ანუ ამას გულისხმობ. გურმანებს კაი ადამიანებს. შეფასებელს. კაი შეფასებელს, კაი პურის ჭამელებს, სვეცკებს, რა ვიცი, ყველაფერი არის ძალიან მრავალფეროვანი ტიპები გვაქვს. არ აწუხებენ ერთი მეორეს, იმიტომ რომ როგორც კი ადგავენ ფეხს, ისეთი გარემო ხდებათ, რომელიც ცუდ ხასიათზეც რო იყო, აუცილებლად პოზიტიურად გამოსდით. მინახავს მე სტუმრები, რომლებიც არის კატეგორია სტუმრები, რომლებიც არიან ფუფ და ვაუ და მედი დროზე და აი ეს ტიპებიც კი იცულებიან ჩვენს გარემოში, როგორც კი ხდება დაუშვათ ან მენეჯერი ან მიმტანი, როგორ მიმართავ, ან იგივე მე დავხვდები ან ჩემი პარტნიორი დახვდება, როგორ მივმართავთ იმ ადამიანებს. იმ წამს ვხვდებიან, რომ იქ აი რეზინის გაწელვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი სტუმრები. და როგორც სტუმარს შეეფერება, ის უნდა მოიქცნენ. ნეგატივი თუ გიგრძნიათ თქვენ სფეროში, აი სარესტორნო საქმიანობას გულისხმობ საქართველოში და რამდენად ხშირია სტუმრებისგან? დიახ, ან ცუდი რევიუ, ან რაღაცნაირი ფიდბექი ისეთი, რომ დაუშვათ კერძი არ მოეწოთა, ეს რა არის, საიცი თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ვიღაცა ვერ გაიგო უბრალოდ თქვენი ინსპირაცია და მოდი რა ძმაო, რა ხაშლამა მომიტანე რა, რატო აწვალება, რაღაც ესეთი თუ იყო რეაგირება. იცით რა არის ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის არის არ არსებობს საერთოდ ქართულ ადამიანებს არ ახასიათებს შეკება. აჰა. ოკეი, ეს არის ჩვენი ვაღიაროთ. ეს არის ჩვენი მინუსი. არ გვიყვარს. არ გვიყვარს. ან არ ვიცით. მაგრამ საბედნიეროდ ხშირ შემთხვევაში გვაქებენ დიდ გვაქებენ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა ელოდება თუ გურამ ბაღდოშვილი არის, ესე იგი თებში უნდა იყოს ფრინავი და კერძი შალახოს უნდა ცეკვავდეს მაგალითად. არის ეგეთი ადამიანები. არის ადამიანები, რომელსაც მაგალითად სისხლში, ვენებში სისხლის მაგალითად ხინკლის წვენი დააზდით, ხა იგეთ, ანუ აქ ხინკლის იმის რა ქვია, იმიჯის დაგდებაზე არ ელაპარაკი, 5 თუ 6 სახეობის ხინკალი მაქვს მენიუში. მაგრამ კიდევ და კიდევ ისევ ინტელექტზე მივიდივართ, მაგრამ ძალიან გამოსწორდა სტუმარიც კი. ხვდებით, აი, ჩემთვის იმდენად სასიამოვნო არის დაუშვათ 25 წლის უკან საქართველოს მომხმარებელი სარესტორნო ბიზნესში როგორი იყო და 10 წლის უკანაც კი როგორი იყო და დღეს რანაირი არის. იმიტომ რომ ჩვენც ვიზდებით, სამზარეულოც იზრდება, გასტროლოგია სისტემა, სექტორი იზრდება, სტუმარიც იხვეწება, იზრდება, ხვდებით და აი იმდენად უმნიშვნელოვანო შენიშვნები, რომელიც საერთოდ არ მეხება, ანუ არ მტკენს, რომ აი თქვა, რომ I am disappointed, I'm deception-ი მაქვს რაღაცაში. არა, პირიქით, ახლა არ მოგეწონა რაღაც ერთი თავი კერძი, რა ვქნა ახლა ყველას ხო ვერ მოვაწონებ თავს. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ სტუმარს, რომელიც არის ჩვენთან, იმიტომ რომ ყველანი განსხვავებულები არიან და ყველანი გემრიელები არიან. აი ხა ინგლისურ ფრაზებზე გამახსენდა, მახსოვს ის პერიოდი, როცა ჩამოვბრძანდით საქართველოში და ლოგიკურია ხლა 25 წელი იცხოვრ ადამიანმა საზოგადოებრივ და რაღაცა შეიძლება რაღაც თუ ქართველებთან არ ქონდა მჭიდრო ურთიერთობა, რაღაც სიტყვებით აგავიწყდა ადამიანს და გახსენება დაგჭირდა. ამიტომ როგორ დაგვხვდა საქართველოს საერთოდ? როგორ მიგიღო შენმა სამშობლომ? კმაყოფილი ხარ აი ამ დახვედრით თუ მეცელოდი დაუშვათ? ჩემ პირად გვერდებზე დღესაც რო წერ, ბევრი დამცინის. ბევრმა უკვე ვინც იცის ვინა ვარ, იუმორში გადააკ. ბევრს კიდე ისა გამოხტობები წერე ქართულად. რაში? გულისხმობ შეცდომებს რატო უშვებ? საუბარს და წერას გულისხმობ? კი, იმიტომ რომ ეხლა მაინც წარმოვიდგინე ლათინურად რო ფიქრობ მთელი შენი ცხოვრება და უცებ ქართულად გინდა ააგო წინადადება და ეს წინადადება არ გამოგდის ისე როგორც ქართველების ყურზე ან გრამატიკულად შეიძლება, მაგრამ ჩემთვის და აი ხშირ შემთხვევაში აი ესე მინდა რომ იყოს მითითებული, იმიტომ რომ ეს მე ვარ და ჩემი ხელწერა იმიტომ რომ გრამატიკა არის
არ უნდა აირიოს, იმიტომ რომ მე ვარ ესეთი და ვერ ვიქნები სხვანაირად და მე მომწონს რომ ესეთი ვარ, ხვდები და მე თუ ჩემ ფრაზეს ვაგებ მაგალითად, აი ვთქვათ შენაქოს ველებზე ნაძოვი ბატკნის შილაფლავი და წამოხტება ვიღაცა საცოდავი ბატკანი ძოვდა იქ შენაქოში თქვენ დაკალით რა გაუკეთეთ რაღაცა მე არასწორად წერ და რაღაცა და ცდილობენ რომ ყველამ რაღაც ჩატიოს თავის ცხვირი იქ სადაც არ არის დაპატიჟებული ვაფშე და ჩემც ნუ აი არ გამაღიზიანებელია იმიტომ რომ როგორც იცი თქვენ და აი მაყურებელმა მსმენელმა იცის მე ბევრი წლები სხვაგან ცხოვრობდი იქ ვიყავი პოპულარული საერთოდ ნეგატივის აღებაზე რო დავიწყოთ ხო დარწმუნებული ვარ რომ ნეგატივი უფრო შეიძლება ბევრი მოვიდეს ვიღაცას დოზით იმიტომ რომ დღეს სოციალურ ქსელში როცა თვალს არ უყურებს ხო ისეთი შეურაცხყოფა შეიძლება მიაყენო ადამიანს რომელიც შენ არ გაგატოკებს იმიტომ რომ სამწუხარო ჯერჯერობით უკონტროლოა ეს ყველაფერი კი ბატონო მაგრამ მაინც კითხვაზე მინდა პასუხი გურა დაგხვდა თუ არა საქართველოს როგორც შენ ელოდი ისე და ხარ თუ არა ამ დახვედრით კმაყოფილი პირველ წელს გულისხმობ რა თქმა უნდა შემდეგ უკვე როცა კი ვარ კი მიყვარს მე საქართველოს მიყვარს ჩემი ქართველი როგორც არ გინდა იყოს ჩემი არის ბევრი იმედი მაქვს რომ გამოვსწორდებით რაღაც პარამეტრებში ის გვაქვს რა ეს ყველა მიცის საკუთარ სფეროს გულისხმობ საერთოდ generally აი თლიანად არის რაღაცეები რომ არ ვიცით მაგალითად სწორი ჭამა არ ვიცით ბალანსი რამდენი კერძი უნდა შევკვეთოთ რესტორანში ხო არ ვიცით როგორ მოვიქცეთ ხშირ შემთხვევაში იგივე მიმტანთან და არ უნდა დავცინოთ ვიღაცის მენიუს რომ აი რანაირად წერია დაუშვათ კერძი ან ნუ აი არსებობს ბევრი რაღაცა ან მიმტანს ელაპარაკოს როგორც უპატრონო ადამიანს რომ აი მიდი დროზე და რაღაცა მომიტანე ბიჭო და ეგეთი რაღაც ანუ ეს ჟარგონულია ეს რაღაცა არსებობს კიდე რა თქმა უნდა მაგრამ ეს ხომ ჩაულებრივი არის მაგრამ ღმერთის წყალობით უფრო კარგ გზაზე ვდგევარ და იმედი ძალიან ბევრი გადავიტანეთ ცუდი ხვდები და დღეს ვერ ვიქნებით ვერანაირად რომ აი ვიყოთ ყველაზე happy ერი რა და აი გაღიმებულებმა ვიაროთ გამძირზე და გვიყვარდეს ერთმანეთი და ვეხუტებოდეთ მე ვფიქრობ რომ აი თქვენ რაც თავში აღნიშნეთ კერძებთან დაკავშირებით რომ ეს არის ცვალებადი მუდმივად სუნთქვადი ორგანიზმივით ესეა საზოგადოებაც ალბათ მე გეთანხმებით იმ ნაწილში რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუფერებლად იქცევა და მე ამის ბევრი მაგალითი პირადად მაქვს ნანახი სარესტორნო სივრცეში იგივე მომსახურე პერსონალთან დაკავშირებით და იმაშიც გეთანხმებით როცა დგება მენიუ კონკრეტული დაუშვათ ქორწილის მიდი დაყარე ეს ნუ ქართული სენია პირდაპირ აი ქართული არა ეგ საბჭოთაა ხო არ ვიცი ნუ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ საქართველოში გვაქვს ეს რეალობა და რა თქმა უნდა ეს უნდა ერთგვარად რაღაც ფორმებში მოექცეს აბსოლუტურად გიერთებით თუმცა ბევრი ადამიანი ახლა არ გაიზიარებდა იმას რომ შეიძლება არასწორად გაიგოს თქვენი ნათქვამი იმასთან დაკავშირებით რომ აი დაუშვათ სიუხვე ეს მრავალფეროვნება ჩვენი ბევრს მიაჩნია რომ ეს არის ქართული ერთგვარი გამორჩეულობა სხვადასხვა ევროპულ ერებთან მიმართებაში, როცა იქ რაღაც ერთი კერძი მოდის ერთ ადამიანთან, ჩვენთან უნდა იყოს 4-5 ზედიზედ თებშები, რომ ვერ არჩევდე, დაუშვათ რის ქვემოთ რა იყო, ცივი ცხელი ერთმანეთში არეულად. თუმცა მე მაინც მომხრე ვარ, ყველგან იყოს წესრიგი და ამ საკითხშიც წესრიგი ალბათ ჩვენ საკუთარ რეცეპტორებს თუ პატივს ვერ ვცემთ, აბა აქ არ ვიცი მაყურებელს ალბათ სწორედ უნდა გამიგოს, იმიტომ რომ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ქართულ სუფრას ვაყენებ პირიქით. ეგ მომოძრავებს და სისულელე იქნება რომ ვიღაცამ აღიქვას რომ მე რაღაც დისკრიმინაციას უკეთებ ქართულ სუფრას ან ტრადიციას არა პირიქით მე ჩვენი სუფრის და ტრადიციის მცველი ვარ ერთ-ერთი და ხმამაღლად ვიტყვი რომელიღაცა ღმერთის ამორჩეული ვარ რომელიც ამას აკეთებს და ჩემი თავი ესე მიმაჩნია ვარ ჯარისკაცი სამზარეულოსი ქართულის და უბრალოდ არსებობს აი ეს აპარატი რომელსაც ქვია პირი და შიგნით არსებობს ბევრი რეცეპტორები, რომლებიც ასეთ თავის საქმეს აკეთებენ და ამას თუ არ ვეცით პატივი და ჩვენ ჯანსაღ ცხოვრებას ძალიან რთული არის რომ ჩვენი თაობები, მომავალი თაობები
იყვნენ ისეთი ჯამრთელები, როგორც მაგალითად აი ძალიან სწორი პარალელია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან აბსოლუტურად ვეთანხმები გურამს, მეტსაც ვიტყოდი, არის ესეთი მცნება გაყოფილი კვება, შეუთავსებელი პროდუქტების დაუშვათ ერთად არ მიღება, აი ამ დონემდე მე ჩემ თავზე გამოვცადე ეს პროცესი და გაუცებული დავრჩი შედეგით, იმიტომ რომ იწყებ წონაში კლებას, რაღაცა ენერგიას გრძნობს, ხო, სიმსუბუქეს. ძალიან სწორია, როცა ჩვენ ჯანმრთელობის კუთხით ვდგებით აი ამ მოწესრიგებას ჩვენი სამზარეულოსი და ჩვენი კვებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ჩემი სლოგანი რა არის, იცი? ჩემი სლოგანი არის, რომ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ადამიანში ეს არის მისი ჯანსაღი კვება. ესეც მე ვარ. გურამ ბაღდოშვილია დღეს ჩემი სტუმარი. ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე საკმაოდ ესე თქვათ მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა იმედი მაქვს აქაც ვიპოვით რაიმე პოზიტივს 20-20 სარესტორნო ბიზნესისთვის ძლიერი დარტყმა და ვნახოთ როგორი იყო ის გურამ ბაღდოშვილისთვის და მისი გუნდისთვის. რეკლამა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი გთავაზობთ ბიზნეს იპოთეკურ სესხს 100,000 ლარამდე 10 წლიანი საკრედიტო ხაზით და უდასტურებელი შემოსავლებით. დაგუკავშირდით 2 373 375. ზოო მაღაზიების ქსელი ფოქსი თქვენი 4 ფეხა მეგობრებისთვის გთავაზობთ ხარისხიან და ჯანსაღ საკვებს, მედიკამენტებს, მათი მოვლის საშუალებებს და აქსესუარებს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ფასად. მოგემსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით. ტელეფონი 555 700 522. მისამართები: გლდანი, პირველი მიკრორაიონი, მეორე კორპუსის მიმდებარედ, მეორე მიკრორაიონი, 41 კორპუსის მიმდებარედ, მე-7 მიკრორაიონი, მე-3 კორპუსის მიმდებარედ. ზოო მაღაზიების ქსელი ფოქსი. გამოკვებე იზრუნე და გაეცი სითბო. ის რაც ჩვენია. ის რაც გვეამაყება. ის რაც უძლებს დროს. ზოო მაღაზიების ქსელი ფოქსი თქვენი 4 ფეხა მეგობრებისთვის გთავაზობთ ხარისხიან და ჯანსაღ საკვებს, მედიკამენტებს, მათი მოვლის საშუალებებს და აქსესუარებს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ფასად. მოგემსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით. ტელეფონი 555 700 522. მისამართები: გლდანი, პირველი მიკრორაიონი, მეორე კორპუსის მიმდებარედ, მეორე მიკრორაიონი, 41 კორპუსის მიმდებარედ, მე-7 მიკრორაიონი, მე-3 კორპუსის მიმდებარედ. ზოო მაღაზიების ქსელი ფოქსი. გამოკვებე იზრუნე და გაეცი სითბო. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. ხომ და შევახსენებთ მსმენელებს, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, გურამ ბაღდოშვილია დღეს ჩემი სტუმარი, ვსაუბრობთ სარესტორნო ბიზნესზე და ზოგადად კვების თემაზე, რაც რა თქმა უნდა ასოცირდება გურამ ბაღდოშვილთან და მე მინდა ამჯერად შევეხო 20-20 მარტს უბრალოდ, როცა ბევრი რესტორანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, განსაკუთრებით ტურისტული ზონები, საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშ. სერიოზულად დააზარალა პირდაპირ ვთქვათ, მოდი ვაღიაროთ ამ შეზღუდვებმა და ეს ალბათ გამართლებულიც იყო ქორწილები და დიდი ესე ვთქვათ ივენთები, რომელსაც რეალურად შემოსავალი მოჰქონდა რესტორნებისთვის და ამის ხარჯზე რჩებოდნენ ისინი ესე ვთქვათ ამ სფეროში და ბიზნესში. თქვენ შემთხვევაში როგორ განვითარდა მოვლენები გურამ? რა იყო პირველი გამოწვევა თქვენს რესტორნებში და რამდენად შეიძლება შევაფასოთ კლება თუ შეიძლება პროცენტულად რომ ვთქვათ, თუმცა რამხელა დარტყმა მიიღო თქვენმა 4 რესტორნიანმა ქსელმა ამ შემთხვევაში. კაი, მოდი როგორ ვთქვათ, იცი 20-20 ისეთი არის რომ ლოგოც ეკუთვნის უკვე რა. კი ბატონო. და 6-6
ჯოიძახის მე ყველაზე თარსი ციფრი ვარო და 13 ეუბნება რომ დიდი ბოდიშიო და მე 20 ეუბნება წადით დამეკარგეთო რა. ამიტომ ეს სამივე ციფრი თანამედროვე მომავალი თავის ანეკდოტია. კი ბატონო. ხო, დრამატულ ასე ვთქვათ, ნოტაზე დგას ჰორეკას სექტორი. აქ არ არის მარტო ჰორეკას სექტორი, აქ პირდაპირ სახელმწიფოებრივი ეკონომიკა დგას ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ეს ჯაჭვური სისტემა აგებული არის ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზე. ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობის მწარმოებელი, ბუნებრივი აირის, სხვა ძვირფასი ლითონების და ქიმიური ნივთიერებების რითიც შეიძლება გაამდიდროს თავისი ხაზინა, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩემი აღმოჩენა არ არის და ყველაზე ჭკვიანი ტვინები და ფინანსისტები და ეკონომისტები მუშაობენ იმაზე, რომ თუ გინდა რომ სწრაფად დააყენო ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი გახადო, ყველაზე მარტივი გზა არის ტურიზმი. და ჩვენი ქვეყანა არის ალბათ ყველაზე მდიდარი ტურიზმის რესურსებით გამომდინარე. მთა, ზღვა, ინოლოგია, გასტრონომია, ნადირობა, ალპინიზმი, სათხილამურო, საზამთრო კურორტები, სამკურნალო კურორტები და ასე შემდეგ. ძალიან ძვირფასი და დიდი რესურსი აქვს ტურიზმის თვალსაზრისით. ვიდექით ძალიან ასე ვთქვათ, სწორ გზაზე განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს მოხდა ისე, რომ ამ სექტორს ჰორეკას მიება ყველა სხვა პროფესია. თქვენი პროფესია, როგორც ჟურნალისტის, როგორც კინოოპერატორის, როგორც ივენტ მენეჯერის, როგორც სალონი არის, ხო? ადამიანები სალონში მიდიან რაღაცა ივენტის წინ, ქორწილის წინ, დაბადებულ რესტორანში, გაეპრანჭო შეყვარებულს, etc. აი ეს გლეხი არის კარტოფილი რომ მოაქვს, ხო, მოყავს, ხო? იმან აიღო იჯარი თან შეისყიდა კიდე 20 გექტარი, იმიტომ რომ იცის რომ რომელიღაცა ქსელი რესტორნების ან რამოდენიმე რესტორატორი მისგან ყიდულობს, იმიტომ რომ ალკის კარტოფილი აქვს, ან ახალციხის კარტოფილი არის, ან რაღაც სვანეთში ძალიან ურთულეს პირობებში მოყვანილი აქვს წითელი კარტოფილი, რომელიც განსხვავდება თავისი გემოვნური თვისებებით და ადამიანებმა ძალიან ბევრი რესურსი ჩადეს იმისათვის, რომ ჩვენთვის კომფორტი შეექმნა როგორც რესტავრატორებისთვის, იმიტომ რომ ბაზარი პრაქტიკულად ჩვენთვის იყო გაჩერებული. იმპორტი, ექსპორტი პროდუქტების, ხო? 10 წლის უკან არსებობდა ესეთი ფუაგრეები და ტროფელები და რაღაცა ზოგადად საერთოდ არისოდა რა იყო, ხვდები და ეს კონფერტები შეიქმნა იმისათვის, რომ გავითარდეს გასტრონომია ქვეყანაში. ასევე ძალიან ბევრი მილიონები დაიხარჯა ამ რესურსს. ეს ყველაფერი უკვე არის გაჩერებული. მარტო რესტორანში თქვენ ხომ დიდი გამოცდილება გაქვთ მარკეტინგულად რესტორნების ქსელების ოპერატორი იყავით, ხო? ნახეთ როგორ არის მარტო რესტორანში სადღაც 12 პროფესია არის. რა თქმა უნდა. და სამწუხარო ჩვენს ქვეყანაში ერთ ადამიანზე 3 ოჯახი ზის მის კისერზე. და ჩვენ ახლა ერთ ადამიანს რომ სამსახურს უკარგავთ, ის ერთი კი არ ითვლება. იმ ერთს მოყვება 10 სული. თუ ამ სფეროში დაზაქმებული არის 300,000 ადამიანი და ჩვენ ეს გავამრავლოთ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის პოპულაცია ნახევარზე მეტი მუშაობს ჰორეკას და ტურიზმის სექტორში. რა თქმა უნდა. გლეხი არის, კახეთში რამდენი მარანი იყო დამოკიდებული ტურიზმზე. რამდენი ადამიანს ინახავდა, რამდენი ქალბატონი იქვე სოფლიდან მოდიოდა, ხალს აკეთებდა, ჩურჩხელას ავლებდა, თონის ფურს აკრავდა, იგივე თუში არის, რამდენი ათასობის როწყემსის და გუდის ყველი აი, იმდენად ერთი მეორეზე არის გადამული, სექტორი კვდება. და სექტორს ჭირდება სრული რეაბილიტაცია. და სრული რეაბილიტაცია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს შეუძლიათ, ამიტომ დიდი თხოვნა იქნება
რომ გაითვალისწინო, რომ ეს სექტორი რომ მოკვდეს, სახელმწიფოს ეკონომიკას არტყავს დიდ ზიანს პირველ რიგში და იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი კრედიტები აქვს გამოტანილი იმისათვის, რომ ჩვენ შეგვექმნა კომფორტი ტურიზმის განვითარებისათვის. წარმოიდგინეთ 9 მილიონი ტურისტი რო შემოდიოდა ქვეყანაში. მას ხომ ჭირდებოდა სერვისი? ჩვენ ხო ავიღეთ კრედიტები. ჩვენ ხომ ჩავდეთ რაღაც, საერთოდ ევროპაში ცნება არ არის, რომ სახლი ჩავდეთ და კრედიტი ვერ გადავიხადეთ, სახლის გარეშე დავრჩი, ხო? არაკანონიერი არის, არაბუნებრივი ადამიანურ კანონებში არ შედის ეგეთი ცნება ევროპაში. საქართველოში კიდე პირიქით არის ეს სექტორი, ანუ აქ მე საბანკო სექტორს კი არ გადანაშაულებ რამეში, პირიქით ვიძახი, რომ ესე ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში ესე, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა განვითარებისთვის დრო. ჩვენ სწრაფად უნდა გვემოქმედა, რათა ჩვენი ქვეყანა სწრაფად დამდგარიყო ეკონომიკურ მდგრადობაზე. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს 50% რესტორნები დაიკეტა. ამ 50% დარჩენილი ვინც არის, დაიკეტება კიდე ნახევარი მათი. და ვინც დარჩება, გამოდის რაღაც ჯუნგლების წესები, ხო? გადარჩეს ვინც არის ძლიერი. ანუ ესე არ შეიძლება. ხვდებით? ხვალ ზეგ პანდემია რო დასრულდეს, ქვეყანამ რო გახსნეს კარი და ტურიზმი დაბრუნდება და მე ვიცი რომ დაბრუნდება. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი არ არსებობს საქართველოს ძალიან ბევრი დადო იმისათვის და ჩაადო იმისათვის რომ ეს ყველაფერი დღემდე არის ვიცი ძალიან ბევრი სექტორი რომელიც ტურიზმის დეპარტამენტები სხვადასხვა ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკების ჩვენი უშუალოდ სახელმწიფო ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს ამაზე გავდივართ BBC-ზე, CNN-ზე, სხვა ევროპულ ქვეყნების ნიუსებში გამოვდივართ, ვაპიარებთ, ვდებთ, ვშრომობთ, ვითარდებით, ხოლო რომ გაიხსნება საზღვარი რესტორანი არ დარჩება არც ერთი რომელიც ტურისტ ბორჯომის წყალს მიყიდის. რეალურად დეფიციტი იქნება კვების ობიექტებში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნაკლებად ვინმე გარისკავს რესტორნის ბიზნესში ჩადებას თანხას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როცა მოდი როგორ ვთქვათ, ყველაზე საშუალო რესტორანი, რომლის ბრუნვაც არის 100-120,000 ლარი თვიური, ყოველ წელიწადს ბიუჯეტში 200,000 ლარი შეაქვს. თავის მხრიდან საგადასახადო კუთხით ვიძახი. დღეს არ არსებობს სტრატეგია სამინისტროებიდან, ანუ ეს თქვათ ეკონომიკის სამინისტრო არის თუ მდგრადობის სამინისტრო არის თუ ხელმწიფეს სამინისტრო არის, რომ აი მოდი ვთქვათ, რომ აი ამ ტიპმა, აი ამ ობიექტმა შემოიტანა 2 წლის განმავლობაში 450,000 ლარი ბიუჯეტში. მოდი ახლა ჩვენ მას მივცეთ 20,000 ან 30,000 ლარი კომუნალურებში დავეხმაროთ და გადარჩენისთვის მოდი გადავარჩინოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში იმას ხო გადაარჩენ, მაგრამ იმას რომ გადაარჩენ, იმის გადარჩენით შენ თვითონ გადარჩები, როგორც სახელმწიფო. ჯაჭვია და იმიტომ. კი ბატონო. ცოტა ძიმე თემა დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ეს გადაუდებელი თემა არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ცოტანი დავჭით ქართველები და გვჭირდება ერთმანეთში მხარში დგომა და ცოტა გაგება. მოდი რესტორნის შიგნით რომ შეგვახედო გურამ. შევიჭრითად. რა შეიცვალა ყოველდღიურობაში რესტორნის? ნუ რესტორნების პირველ რიგში მოდით ვთქვათ ისე რომ არსებობს ესეთი მცნება HACCP ანუ HACCP. ეს არის კვების და პროდუქტების კონსერვაციის ჰიგიენა. ეს არის როგორ მოვამზადოთ, როგორ შევინაღოთ, როგორ გავალღოთ, როგორ გავყინოთ, როგორ დავიცვათ უსაფრთხოება შრომის, პირადი ჰიგიენა, პროდუქტის ჰიგიენა და ასე შემდეგ, ხო? ეგ იყო ყოველთვის, ზოგი იცავდა ამ წესს, ზოგი არ იცავდა ამ წესს, მაგრამ თლათ აი ახლა წყალწაღებულები არ ვიყავით. დიახ. გაჩნდა პანდემია
და შეიკრიფა ჩვენი საზოგადოება, ჯანდაცვა, სურსათმრევლობა, ასოციაციები, ბიზნეს ასოციაციები, ტურ ასოციაციები, კულინარიული, გასტრონომიული ასოციაციები, თუ კი რამე არის და დავიწყებ ჯელობა, როგორ გავაკეთოთ, როგორ დავიცვათ ჩვენ ეს წესები, რათა ჩვენმა სექტორმა არ მიიღოს ესეთი მძიმე დარტყმა, იმიტომ რომ დარტყმა არის. მივიღეთ ძალიან მკაცრი ზომები. ორბეტრიანი დისტანციები, ჰიგიენური სხვადასხვა პროდუქტები, რომლის ფასებიც, ბევრმა ძალიან დიდი ფული იშოვა მაგაზე, იმიტომ რომ პირბადე, რომელიც 5 თეთრი ღირდა და მე ლარნახევრად ხიდნენ, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა ზოგისთვის ჭირი მარგებელი იყო, ხვდებით? ეხლა ბიზნესი არის და მე ამას არ გავაკრიტიკებ, მაგრამ არსებობს კიდე რაღაც ტოლერანცია და ადამიანური შეხედვები. ეხლა ჰიგიენური ხსნარი, მაგიდის დეზინფექციის ხსნარი 20 ლარიღის და 25 ლარიღის, ეს ჩვენთვის, როგორც რესტავრატორებისთვის, ეს იყო ზედმეტი ხარჯი, რომელიც გაიზარდა ყველაზე ცოტა ალბათ 2500-3000 ლარით. მხოლოდ ჰაიჯი პროდუქტებში. სადეზინფექციოს გულისხმობ. კი, ეს არის სადეფიციტო პირბადეები, ხელთათმანები, ფარები, სათვალეები, სხვა დეზობარიერები და უამრავი რაღაცა შემოვიტანეთ იმისათვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით, როგორც არა მარტო სექტორი, როგორც ქვეყანა სამაგალითო და პანდემია შეგვეჩერებინა. და ესეც მოხდა. რაღაც X პერიოდამდე, ხო? დავამატეთ ნიჟარები, წყლის ტემპერატურა, ავწიეთ კიდე 20 გრადუსით, იმიტომ რომ წავიდე ჭორები, რომ ვირუსი ჭირდებოდა X გრადუსი იმისათვის, რომ ის მომკვდარიყო, ტრალივალი, ეს მთელი ეს ისტორიები, რაც მოხდა, როგორც მოხდა და როგორც ვიცხოვრეთ ჩვენ შემოდგომბოდიში და გაზაფხული და ზაფხული, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ვერ გაუძლებთ ამას, შანსი არ არის. ეს ყველაფერი პრაქტიკაზე დაანერგეთ, თქვენ ახლა რაც ჩამოთვალეთ და ყველაზე სამაგალითო სექტორი არის ჰორეკა სექტორი დღეს საქართველოში კი არა მთელ სოფლიოში, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით დეზობარიერები, ჩვენ შევქმნით 2 მეტრიანი დისტანციები, გვერდის იმაში ზურგის 1 მეტრიანი ქიმიური ნივთიერებები, მაგიდის დეზინფექციები, უკრინდან სერვისი, ერჯერადი მენიუები, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი ტყე უნდა გაიჩეხოს, მომავალი რამდენი ონლაინ სისტემა. ფინანსური კითხვა მინდა დავსვა. ღირს ამად რესტორნის მუშაობა, ხარჯი იმდენად გაიზარდა, თქვენ ახლა აღნიშნეთ და სტუმარი იმდენად ცოტა შემოდის დღეს რესტორანში. ერთი მეორესთან რომ შევადაროთ, რა აქვს აზრი რესტორნის ღიად ესე ვთქვათ დატოვებას? ვინც ჩათვალა რო არ არის დაკეტა ბევრმა და თქვენ მაგალითი გაკეთე. მე ბევრი მაგალითი მაქვს ამას. კი ბატონო. მაგრამ ეს რა არის, იცით რომ ადამიანებს ნახეთ, როცა ამოძრავებს ცოტა უფრო მეტი ვიდრე სამსახური და ფული, ხო? დღევანდელი საქართველოს სარესტორნო მოგება, მოდი ვილაპარაკოთ, რომ მე რომ მიღირდეს, ხო? ყველას ცოტა 100% ხონა დავადო პროდუქტს. აი ვიყიდე 5 ლარად, უნდა გავყიდო 10 ლარად. რათა მე იქიდან დამჩეს მოგება, მაგრამ ის მოგება ადამიანს გონია 40. ვერ დაგრჩებათ 5 ლარი, იმიტომ რომ ხარჯი კიდევ ბევრი. აი ვთქვათ, რომ მაქსიმალური მოგება კარგ შემთხვევაში არის 25-30%, ხო? 25-30% რო რჩება, შენ უნდა აიღო რაღაც აქცენტი. მოდი ავიღოთ აქცენტი, რომ გარანტირებულად გემრიელი რო იყოს ჩემი პროდუქტი, მე ვეცდები, რომ ეს იყოს სოფლის მეურნეობიდან შეძენილი პროდუქტი, იყოს ხარისხიანი პროდუქტი, იყოს ცვირფაცი პროდუქტი. აქედან გამომდინარე უკვე 25% არ რჩება, რჩება 15%, 20%, იმიტომ რომ შენი მატერია პრიმა, ანუ პირველადი პროდუქტი უკვე ძვირი არის, ვიდრე რომელიღაცა ქვეყნიდან შემოტანილი ქათმის რაღაც პარკალი ან გულღვეძლი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უკვე გვარტყავს. როცა შენ ყავს დასაქმებული 30 კაცი, შენ 30 კაცს სამსახურს ვერ დაატოვებინებ და რესტორანს ვერ დაკეტავ. იმიტომ რომ ჩვენ ვიფიცებით ერთმანეთს ძმობას და დობას. ჩვენ ვიფიცებით, რომ ჰორეკას სისტემა ეს არის დიდი ოჯახი, იმიტომ რომ ადამიანები 15 და 16 საათს ერთად ატარებენ. უფრო მეტი ვიდრე ოჯახში, ვიდრე საკუთარ ოჯახში. ხო და აქედან გამომდინარე
ძალიან რთული არის რომ შენ დაკეტო და ყველა სამსახურის შტატო. ამიტომ არის სტრატეგია, არის გამოთვლები, მოდი აბა ერთად გადავწყვიტოთ მთელი გუნდი დავჯექით, მე პატრონები, მომსახურე პერსონალი და ვეკითხებით. ბავშვებო, რა შვებით, კეტავთ, მივდივართ და არაფრის გააშევჩებით თუ ვამცირებთ ჩვენ შემოსავალს. ხო, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ უკვე მე პატრონე მოიგოს და რაღაც პურის ფული იშოვოს, უკვე აღარ არის ლაპარაკი ამაზე. აქ არის ახლა მოდი მე გადავარჩიო ის, რაშიც მე ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩავდე და ყველაზე დიდი ინვესტიცია არის ის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან თქვენ და გიმზადებიან თქვენ ჩემს რესტორანში. სტაფი, რა თქმა უნდა. პერსონალი. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, აი იმ დონემდე დიდი ვულკანი არის ადამიანებისთვის, ჩემნაირი ადამიანებისთვის, ჩემ კოლეგებს ვიცნობ, ჩემ კოლეგებს, რომლებიც იზიარებენ ჩემთან, ჩემ აზრს და ერთმანეთს უზიარებ ჩვენ ამ ტკივილს. როგორ უნდა როცა ვიცი მე შეხარ ჩემი მზარეული და მე ვიცი შენი ოჯახობრივი მდგომარეობა, ხო, ეკონომიკური. და მე ვიცი რომ შენ შვიდკაცი ნახავ ადამიანო. როგორ უნდა დაგტოვა მე შენ სამსახურის გარეშე? თანა მეც არ მაქვს რომ მოგიტან და გაჩვენო. საკუთარი ჯიბიდანაც საკმაოდ ძნელია. აღარა მაქვს. რა თქმა უნდა. ხტები? იმიტომ რომ ერთი წელია ვინახავთ სექტორს. ფაქტიურად ესე გამოდის. იცით, ეს ყველაფერი ძალიან მართალი ბრძანეთ თავშივე რომ ესე თუ ძიმე ნოტა ზოგადად რეალობა არის, ჩავხედოთ თვალებში. არა მხოლოდ რესტორანი, ზოგადად ნებისმიერ სფერო, მათ შორის რადიო და მედია სივრცე, მაგრამ მაინც მინდა რომ უფრო ოპტიმისტურად დავასრულოთ ჩვენი დიალოგი, როცა მივალთ ფინიშისკენ. ამიტომ სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ მე მინდა გურამ ბაღდოშვილს თხოვო გვესაუბროს, როგორ ესახება მას საკუთარი ბიზნესის და პიროვნების განვითარება პანდემიის შემდგომ პერიოდში, რადგან ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი იმედი დაგვიტოვეთ ჩვენ და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ გჯერა რომ ეს ოდესღაც დამთავრდება. რა თქმა უნდა, აუცილებლად. და დავასრულებთ ამ პერიოდს, მაგრამ მე როგორი იქნება ცხოვრება თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, ეს კითხვა მექნება რეკლამის შემდეგ და ჩვენს პრიზს გავათამაშებთ სპონსორისგან და შემდეგ დავასრულებთ საუბარს. მაშასე გურამ ბაღდოშვილია დღეს ჩემი სტუმარი, ჩვენ ჯერჯერობით ვაგრძელებთ. რეკლამა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი გთავაზობთ ავტოცეცხლს 90 დღიანი საშეღავათო პერიოდით, ტარების უფლებით, დაზღვევის და გადაფორმების გარეშე. დაგვიკავშირდით 2-373-375. უფასო ბილეთი კრისტალბეტზე. ყოველდღიურად დაადე ბილეთი უფასოდ. მოხდი ლიდერბორდებში, მოიგე წილი 400,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან და უახლესი Range Rover-ი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. მაღაზიათა ქსელი ფიქს პრაისი, მთელი ოჯახისთვის, ფართო ასორტიმენტით და დაბალი ფასებით. ჩვენს ფილიალებში თქვენ შეიძენთ კვების პროდუქტებს და სასმელებს, კოსმეტიკას და საყოფაცხოვრებო ქიმიას, ჭურჭელს, სახლის დეკორს, სუვენირებს, საჩუქრებს, სათამაშოებს და წიგნებს ბავშვებისთვის, სადღესასწაულო გაფორმებას და ბევრ სხვა საჭირო ნივთს. მისამართი: თბილისი, სადგურის მოედანი, გლდანი მოლის -2 სართული, ვარკეთილი, კალაუბნის 4, რუსთავი, მესხიშვილისა და ლეონიძის კვეთა. ფიქს პრაისი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები. ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოფიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. გვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecovud.g. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2-38-18-90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი.
მოგესალმებით მეგობრებო, როგორც შეგვიძლია ჩვენი სპონსორისგან გავათამაშოთ ახლა პრიზს და მე შემდეგ დავუბრუნდები სტუმარს საინტერესო მომავალზე სასაუბროთ. რა წარმოადგენს კომპანია Kaspersky-ს პროდუქტი Kaspersky Secure Connection. ტელეფონის ნომერი შეგახსენებთ 2381890 ქალაქის ნომერია. დაგვირეკოს მხოლოდ იმ მსმენელმა, რომელსაც ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღია, ანუ მივცეთ საშუალება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერჯერობით არაფერი მოუგიათ, ან ჩვენთან ნებისმიერი ზარი მომგებიანია, შეგახსენებთ, პირველ რიგში სანუგეშო პრიზით დავიწყებთ, თუ კი არასწორ პასუხს გამცემთ, ფლეშბარაც მიიღებთ საჩუქრად. თუ კი სწორ პასუხს გამცემთ, რადიოსთვის ძალიან ახლობელ ნივთს, ეს არის ყურსასმენები, რომელიც ძალიან საინტერესო, ისე ვთქვათ, მუსიკას შემოგთავაზებთ, ანუ ჟღერადობას გულისხმობთ, როგორც პროფესიონალი ისე გეტყვით ამ შემთხვევაში, აი ეს ყურსასმენები გახდება თქვენი, თუ გამცემთ სწორ პასუხს. პასუხი 3 სავარაუდო პასუხი გვაქვს დღეს. მოკლედ, რას წარმოადგენს კომპანია Kaspersky-ს პროდუქტი Kaspersky Secure Connection. პირველი პასუხი, მარტივი გადაწყვეტილება თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მეორე სავარაუდო პასუხი, სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს, სხვადასხვა ტიპის სპამებს და ბლოკავს მათ. და მესამე სავარაუდო პასუხი, ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს Wi-Fi-ს მეზობლების მიერ თავდასხმებისგან. მე თუ სწორად მახსოვს, ეს კითხვა ჩვენ დავსვით ადრეც და სწორი პასუხიც გაცემული იქნა, ამიტომ სავარაუდოდ მსმენელს ყურადღებიან მსმენელს პასუხი ექნება. რას წარმოადგენს Kaspersky-ს პროდუქტი Kaspersky Secure Connection? პირველი, მარტივი გადაწყვეტილება თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მაგალითად ონლაინ გადარიცხვის და საზოგადოებრივი Wi-Fi-ს მოხმარების დროს თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვა ინტერნეტში იგულისხმება. მეორე, სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს, სხვადასხვა ტიპის სპამს და ბლოკავს მათ და მესამე, ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს Wi-Fi-ს მეზობლების თავდასხმებისგან. რა ვიცი, თუ ყავთ ესეთი აგრესიული მეზობლები, რომელიც გესხმიან თავს Wi-Fi-ით, აი მესამე პასუხს მაშინ ავარჩევთ. ზარია სტუდიაში. მოგესალმებით. ალო? გესმით ჩემი ხმა? დიახ, ახლა მესმის, გამარჯობა. გამარჯობა, ვინ გვირეკავს? ცოტნე. თუ მიგიღიათ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში? არა. ბატონ გურამს თუ უსმენდით? კი, უსმენდი. და ეთანხმებით მის აზრს გადარჩენასთან დაკავშირებით ამ სისტემის და ამ სფეროს. ყურადღება გამახვილ და პირველ რიგში ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო. ამ საკითხში რა თქმა უნდა ვეთანხმებით. დიახ. არა მარტო ჩვენმა სახელმწიფომ, მე დავამატებდი ჩვენი მხრიდან, რომ ეს გლობალური მოვლენაა. ჩვენ თვითონ პირადად ყველამ დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადეები. ანუ ჩვენი მხრიდანაც ხელი შეუძლია. ჩვენი აგურიც დავდოთ, ესე ვთქვათ. აი თქვენ ძალიან კარგად რა, მე ასევე თქვენ გისმენთ, მე მომეწონა როგორც გურამის საუბარი, ისე წამყვანის თქვენი ამ შემთხვევაში. კარგად მიხავდათ, კარგი საუბარი იყო ხო და აი ჩვენი მხრიდან დავდოთ აგურიც, სახელმწიფომ თავისი საქმე გააკეთოს და როგორმე გადავაგოროთ თუ გადავლახოთ ეს პრობლემა რა. გურამს რა თქმა უნდა ვეთანხმები. ძალიან მიხარია თქვენი პათოსი და იმედი მაქვს რიგით მსმენელები გაიზიარებენ ამ ყველაფერს. მოდი ახლა ჩვენ მე არ მინდა უპრიზოდ გაგიშვათ და იქნებ დამეხმაროთ რომ ეს ყურსასმენი გადმოგცეთ როგორღაც ბატონო ცოტნე. აბა რომელია სწორი პასუხი? თუ არ შეწუხდებით, აი თუ შეიძლება რომ აი ჩემთან გაიმეოროთ შეგიძლია. მოდი ჯერ კითხვას ვიტყვი მაშინ გავიმეორებ. Kaspersky Secure Connection, ანუ დაცვითი connection იცით ალბათ კავშირი. ხო? ანუ რას გულისხმობს ეს პროგრამა, პროდუქტი? პირველი, მარტივი გადაწყვეტილება თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად. აქ იგულისხმება, როცა თქვენ ხართ დაუშვათ საზოგადოებრივი Wi-Fi-ზე ჩართული, დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში და ონლაინ გადარიცხვებიც ასევე დაცული იქნება. მეორე ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელსაც ავტომატურად ცნობს თაღლითურ ნომრებს, სხვადასხვა ტიპის სპამს და ბლოკავს მათ, ანუ ეს არის smartphone-ისთვის იგულისხმება და მესამე ეს არის ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს Wi-Fi-ს მეზობლების თავდასხმებისგან. მე მგონი, მე მოგცემთ პატარა მინიშნებას, მესამე უნდა გამოვრიცხოთ, ბატონ ცოტნე, იმიტომ რომ მეზობლების თავდასხმა ხო. ამიტომ დაგვრჩა პირველი და მეორე. მოდი აი ამ ორიდან რომელია უფრო სწორი პასუხი? პირველი და მეორე, ხო? აჰა, კეთილი. ესე იგი, თქვენი პირადი მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება თუ ესე იგი თაღლითური ნომრებისგან დაცვა თქვენი smartphone-ის, მარტივად რომ თქვა ეს პასუხები რომ არ აგერიოთ. ჩემი აზრით ეს არის საერთოდ Kaspersky არის დაცვის სისტემები. კი ბატონო.
ის არის მობილიზებული დაცვაზე, აი კი ბატონო, დაცვაზე. ხო, არა, ორივე დაცვა იგულისხმება პირველშიც და მეორეშიც. ესე იგი, პირადი მონაცემების დაცვა ინტერნეტ სივრცეში და უსაფრთხოების დაცვა თუ მეორე პასუხი არის თაღლითური ნომრებისგან და სპამისგან დაცვა. რომელი უფრო? თქვენი აზრით? უფრო ჩემი აზრით, აი პირადი მონაცემების დაცვა. აი კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ბრავო, აპლოდისმენტები თქვენ გილოცავთ. ეს სპორტსმენი უკვე თქვენია. აი ლოგიკურად სუხამდე და ბატონ ცოტნემ ჩვენ უნდა გადმოგვირეკოთ გადაცემის დასრულების შემდეგ ამავე ნომერზე და შემდეგ აგიხსნით სად და როგორ მიიღოთ კუთვნილი პრიზი. შევთანხმდით? შევთანხმდით. კი ბატონო, ველოდებით ზარს გადაცემის შემდეგ თქვენს ზარს ჩვენს სტუდიაში. მადლობა თქვენ. მე კი დაუბრუნდები გურამ ბაღდოშვილს, დიახ რადიოში ვყავს, დიახ, გურამ ბაღდოშვილი ტელევიზიაში არა, ამჯერად რადიოშია. სამწუხაროდ მე არ მაქვს ინგრედიენტები, რომ გურამბა რაღაცა თავისი ესე ვთქვათ მაგია გვაქვს, მაგრამ როგორც მენეჯერს ისე უფრო ვესაუბრები დღეს მე მას და მე მინდა როგორც აი ჯგუფი ჩვენის შემქმნელს, ამ შემთხვევაში ერთ-ერთ შემქმნელს გკითხო როგორ გესახებათ თქვენი ჯგუფის მომავალი და როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი 2-3 წელიწადში, როცა პანდემია დასრულდება, როცა ჩვენ დაუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას, ტურისტები ჩამოვლენ, ბედნიერად ვიქნებით, ესე ვთქვათ, განვაგრძობთ ჩვენს სვლას აი ამ ტურიზმის სამყაროში. აი ამ დროს როგორი იქნება თქვენი ჯგუფი, გურამ? მოდი დავივიწყოთ ცოტა ხნით პანდემია და მისი არსებობა ზოგადად. კაი, სანამ პანდემიას დავივიწყებ, აი ბატონ ცოტნეს მინდა დიდი მადლობა გადავცე, იმედია რომ ჯერ კიდე გვისმენს. კი, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი აგური უნდა დადოს. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადმოწონოს ასე ვთქვათ ბიზნესმენზე, ადამიანზე, რომელიც დევს თავის კაპიტალს, ყველაფერი მის მხარეს არ უნდა გადაიწონოს და არ უნდა ჩაიძიროს ის ადამიანი, ამიტომ ყველამ თავისი მხრიდან უნდა მიიღოს მონაწილეობა, როგორც ბრძანეთ, ბატონო ცოტნე, მოქალაქეებმა ჩვენი წესები უნდა დავიცვათ, რათა ერთმანეთში არ მოხდეს პანდემიის, ასე ვთქვათ, გადასვლა ერთიდან მეორემდე. სახელმწიფომ თავისი დიდი როლი უნდა ითამაშოს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ჩვენ ვქვნით და სახელმწიფო არის მართველი და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორმაც უნდა თავისი უნდა გააკეთოს. ანუ ვფიქრობ, რომ სწორედ სამნაწილად უნდა გადანაწილდეს ეს ყველაფერი და მადლობა ბატონო ცოტნე, რომ გვეთანხმები ამ საუბარს. რაც ეხება ჩვენი და ჩვენის მომავალს ქონდა, ჩვენს ძალიან დიდი გეგმები ქონდა, სერიოზულ ფრანჩაიზინგზე იყო უკვე ლაპარაკი, ბალტიისპირეთში გასვლაზე, იგივე დუბაიში, იგივე შტატებშიც იყო, ლონდონი და პარიზი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ახლა ვთქვათ, ჩემ მეგობრებს აქვთ ხოლმე ესეთი ტერმინი, რომ სახელმწიფომ ხელის მუხრუჭი ამოწიაო, ანუ აი როგორი ძახიან რუსულად რო რუჩნოი ამოწიაო პლანეტამ ძმაო და აი ასეთი გამოფხიზლება დაგვანახა, რომ სინამდვილეში ჩვენ პლანეტის შვილები ვარ და არა პლანეტა უნდა გვემორჩილებოდეს ბოლომდე ჩვენ. ამიტომ არ ვიცი როგორ გავითარდება, ოპტიმისტურად მინდა ხედავდი ამ ყველაფერს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ გადავრჩებით, რა თქმა უნდა და აი დღეს კიდე უკვე მე მგონი რაღაც არ ვიცი ჭონის დორებზე თუ სიმართლე არის, უკვე ვაქცინა არის, დაიდო, რაღაც სკროლის დროს დავინახე სოციალურ ქსელზე, რომ უკვე გვაქვს, უკვე არის ვაქცინა. იმედია რომ ახალ წელს შევხვდებით ყველანი თავისუფლად, იქამდე ხელფასსაც აიღებენ ხალხი და გემრიელ გოზინაყებს და საცივებს და გოჭებს გააკეთებენ და ყველა ქართველის ოჯახში და ყველა საქართველოს მოქალაქეს და მთელი დუნიის, ასე ვთქვათ, ოჯახებში ახალი წელი იზეიმებს 20-20-ის გასტუმრებით ამ კორონის დაძლევით და ჩვენი გეგმები, რომელიც გქონდა, დღეს რთული არის. პროგნოზის გაკეთება დღეს კი ურთულესი არის, იმიტომ რომ სულ რაღაც ახალი განვითარებები, დიდი ბევრი кейსები არის. ეს ამაშიც ჩვენ ვარ დამნაშავეები, მოქალაქეები და ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თუ დაწესებულებები იქნება, რა თქმა უნდა, დისტანცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჰიგიენა. გეგმები იწერება. ბატონო გურამ,
Chef. ბატონო გურამ. Chef. Chef-ით მოგმართავთ, იმიტომ რომ მინდა ახლა მიმართოთ თქვენს კოლეგებს. აი როგორ რას უსურვებდით თქვენს კოლეგებს, მზარეულებს. აი იქნება ეს რიგითი, რა ვიცი, ხაჭაპურის მწყობელი თუ შეფზარეული თუ ბრენდ შეფი თუ რაც გინდა ის დავარქვათ. აი თქვენს კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ და ადამიანებისთვის ქმნიან საკვებს. თქვენი სურვილები როგორი იქნება ან მიმართვა არ ვიცი. ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი პროფესია და ამ პროფესიას ქვია მზარეული. და იერარქიულად როგორ ვართ გადანაწილებული, ეგ უკვე ჩვენ შიდა სამზარეულოს საიდუმლოებას დავტოვებ ამას. ვიცით როგორ მიმართოთ ერთმანეთს. გარეთ ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიურად მინდა მოგმართოთ ახალგაზრდებო, ბებრებო, შუახნისებო, საერთოდ კოლეგებო. 10 წლის უკან ჩვენ ვიყავით სარადაფებში. ვიყავით დამალულები. გუმალავდნენ, ჩვენ თვალსაც მალავდით. არ ვიყავით ესეთი, არ ულიდით ჩვენ პირად იმიჯს. დღეს ამოვედით, თქვენც ამოხვედით, ჩვენც ამოვედით. ბევრად ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამაში, რომ თქვენ ამოსულიყავით მანდიდან და გეამაყათ თქვენი პროფესიით. ეს ესე არის, ეს ესე იქნება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ დაუბრუნდეთ, არ დაკარგოთ იმედი და თავისუფალ დროში შექმნით ბევრი. ეს არის ჩემი მესიჯი ჩემს მეგობრებისთვის. ძალიან კარგი სურვილია თავისუფალ დროში ბევრი შექმნის და ეს რა თქმა უნდა სასარგებლო იქნება პირველ რიგში თქვენთვის ძირფასო პროფესიონალებო და შემდეგ უკვე ჩვენთვისაც სტუმრებისთვის, რომლებიც ვაგემოვნებთ თქვენ შედარებას. გურამ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გილოცავ გიორგობას კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, მართლა სასიამოვნო იყო თქვენი ეთერი. ძალიან ინფორმატიული იყო ჩვენი დიალოგი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო როცა იდება Facebook-ზე დროთა განმავლობაში, ადამიანები შემოვლენ, მოусმენენ და კიდევ ერთხელ გაიაზრებენ, როგორი მიდგომებია საჭირო კულინარიაში, თუნდაც ვიწრო სფერომდე რომ დავიდეთ და როგორ უნდა გადმოვიტანოთ კულინარიასთან მიდგომა შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე მიხარია რომ საქართველოში ხარ, მიხარია რომ აკეთებ კარგ გემრიელ საქმეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საქმეს რომელიც რა თქმა უნდა არამხოლოდ დანაყრებას, არამედ გამოჯამრთელებას უწყობს ხელს და მე კიდევ ერთხელ ვაღიაროთ, რომ პირველი ჯანმრთელობის წყარო ეს არის საკვები და სწორედ აქედან დავიწყოთ ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მე მინდა წარმატებები უსურვო ჯგუფს ჩვენი, რომელიც დღეის მდგომარეობით ერთ წელიწადში აერთიანებს, 20-20 არ ჩავთვალოთ, მოდი 2019-დან დაარსდა და აერთიანებს 4 რესტორანს. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში თქვენი გეგმები, რომელიც საზღვარგარეთთან იყო დაკავშირებული, ახდება და თქვენ შეძლებთ გაარღვიოთ ეს ქართული საზღვრები, კი ბატონო, და გვასახელოთ საზღვარგარეთაც. ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება როგორც იგივე მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ჩემს ტრადიციებს, ჩემს გემრიელ სამზარეულოს გაიცნობს უცხო ქვეყნის მოქალაქე და მე ამით ვიამაყებ და ამის ესე ვთქვათ კურატორი ამ შემთხვევაში გამოდის თქვენი გუნდი. მოკითხვა, რა თქმა უნდა, თქვენს სტაფს გამძლეობა უსურვოთ ყველა რესტორატორს, მთლიანად სარესტორნო და არა მხოლოდ სარესტორნო სფეროს და წარმატებები. იმედი მაქვს არაერთხელ შევხვდებით საინტერესო დიალოგით უკვე პოსტპანდემიურ სივრცეში. ეს დავამატებთ, უფლებას მომცემ იმას, რომ საქართველოს ისტორია აბსოლუტურად ყველა ქართველმა იცის, იმიტომ რომ ჩვენ საამაყო ისტორია გვაქვს და ამ ისტორიის განმავლობაში, ამ რამოდენიმე 1000 წლის განმავლობაში ბევრჯერ წაქცეულა საქართველო და ამაზე უარეს დღეშიც ყოფილა, მაგრამ თავისი ხერხებით და თავისი სიძლიერით გამოსულა და გადავრჩენილა და ამისგანაც გამოვძვრებით. ამოვძვრებით, აბარა იქნება. წარმატებები ყველა მსმენელს და მაყურებელს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენებური იყო ჩემი მასპინძელი. სიამოვნებით. გურამ ბაღდოშვილი სამწუხაროდ ვერაფერზე დავპატიჟეთ დღეს, მაგრამ კი ყავადაული და ჩიკა წყალი. აუცილებლად რაღაც დავაგემოვნებთ გურამის მომზადებულს. როგორ წარმოგიდგენია? თუ კი შეიწუხებს თავს. ხო, არა, იქნებოდა ორიგინალური სხვათა შორის. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხუთშაბათს 3 საათზე. ეს მომავალი თაობის ბიზნესია. ბეგი უძღვებოდა ეთერს. მადლობა ყურადღებისთვის. დაიცავით დისტანცია, გამიყენეთ პირვადე და გაუფრთხილდით ერთმანეთს.
კიდევ უსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე კასპერსკი გააქტიურე მომავალი